გათვართული დეკემბერისა და უამრავი შეკვეთის მიუხედავად გადავწყვიტე, რომ ერთდღიანი განტვირთვა ძალიან მჭირდებოდა. მე და მირზა მეზობელ რაიონში ყვარელში ჩამოვედით. საუკეთესო ლოკაციისა და ფასების გამო კი შატო ყვარელი ავარჩიეთ. სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე წარმოდგენა არ მქონდა, რამხელა სიამოვნება მელოდა წინ. თუ რას გულისხმობ, კონკრეტულად და საკულტაგულოდ ჩაგიშლით მოგვიანებით. სასტუმროში ამ დროისთვის 26 ნომერია. პირველივე სართულზე დაგხვდებათ რესტორანი, ლობი, საკონფერენციო დარბაზი, საბილიარდო და შვედური მაგიდის ოთახი. თითოეული მათგანით სარგებლობა ნომრის ღირებულებაში შედის. გავბინავდით ჩვენს ნომერში, ხედი გვაქვს ყვარელის ცენტრზე, რაც ყველაზე მთავარია, ხედით კავკასიონზე. ნომერში დაბინავების შემდგომ სავახშმოდ ჩასვლა გადავწყვიტეთ, თუმცა ვახშმომდე საბილიარდო დარბაზში შევიხედეთ. მირზა ისე გაერთო თამაშით, რომ იქიდან მისი გამოყვანა ცოტა გამიჭირდა. ვახშმისთვის გადავინაცვლეთ რესტორან კონჭოს ზაოჩი, რომელიც იქვე ეზოში მდებარეობს. რესტორანში გველოდა ბუხარი, გემრიელი კერძები და საფირმო, საუკეთესო ღვინო ქინძმარაული, რომელიც ღვინო კი არა, გემოების თაიგულია და რომლის ჭიქაში ჩამოსხმის შემდგომ მეწამული ჯაჭვი დიდხანს იდგა თვალის საამებლად. მეორე დილით პერსონალური საუზმე გაგვიწყვეს რესტორანში და მიგვიწვიეს ღვინის ტურზე, რომელიც სხვათა შორის ნომრის ღირებულებაში შედის. გიდმა გოგონამ მოგვიყვა ისტორია, რომელიც 1533 წელს იწყება. აქ მზადდებოდა ღვინო სამეფო ოჯახისთვის. 1924 წლიდან კი ყალიბდება კორპორაცია ქინძმარაული, რომელიც ბრენდის ქვეშ 4 კომპანიას აერთიანებს. აქ იწარმოება როგორც ქვევრის ღვინო, ისე თანამედროვე ევროპული მეთოდის ცქრიალა ღვინოები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ღვინო შეიძინოს და ადგილზე დააძველოს, ხოლო აბრაზე ამოტვიფრული სახელი და გვარები სწორედ ფლობელებს ეკუთვნის. ზოგიერთი მათგანი აქ ღვინოს 10 წელზე მეტი ხანია აძველებს, რომელსაც ტექნოლოგია უვლის. შევიხედეთ ლაბორატორიაში, სადაც მუდმივად კონტროლდება ღვინოს გემო და ხარისხი, დავესწარით ბოთლებში ჩამოსხმის და ეტიკეტირების ცერემონიალს, რომელიც ადგილზე ხდება. შემდეგ კი სადეგულტაციო დარბაზში დავუბრუნდით. ქინძმარაული, რომელიც აქ მზადდება, არის განსაკუთრებული ჯიშებისგან წარმოებული და მას სხვაგან ვერსად შეხვდებით. განსაკუთრებული ასევე ღვინო 16-16-ზე, რომელიც გამომშრალი საფერავის მარცვლებისა და ბრენდისაგან მზადდება, ხოლო 16 მისი ალკოჰოლისა და შაქრიანობის მაჩვენებელია. ქისის გემო კი გაზაფხულზე ყვავილების აფეთქებას შევადარეთ. შატო ყვარელში სტუმრობით დასვენებასთან ერთად საქართველოს ისტორიას, სიამაყესა და ფესვებს ერთიანად იგრძნობთ.